გაურჩება თანამებრძოლება. დაგიბრუნდით ცხელცხელი სიახლეებით. გაიმზადეთ ჩაი და უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. გპირდებით, ამ ვიდეოში საინტერესო სიახლეებს გაიგებთ MMA-ის სამყაროდან. დავიწყოთ. და ისიც, კარზე მოგვიგეკუნა UFC 299-მა, რომელზეც ერთმანეთს შონ ომალი და ჩიტო ვერა დაუპირისპირდებიან. გირჩევთ არ გამოტოვოთ, სუპერ ჩხუბები იქნება. ამავე ქარზე დასტინ პორიეს დაბრუნებას ვიხილავთ. ის ფრანკ ბენუას სენ დენის დაუპირისპირდება. ეს შეიძლება მთავარ ბრძოლაზე უფრო საინტერესო დაპირისპირებაც კი აღმოჩნდეს. ასევე UFC-ში პირველ ჩხუბს გამართავს სხვა ორგანიზაციის სუპერვარსკვლავი, მაიკლ ვენომ პეიჯი, რომელზეც დარწმუნებული ვარ UFC დიდ ფსონს აკეთებს. ის ჩხუბს ყველასთვის ცნობილ კევინ ჰოლანდთან გამართავს. დანარჩენი ჩხუბების ჩამოსვლას აზრი არ აქვს, ვინაიდან ყველა ჩხუბი პირდაპირ მნიშვნელობით საოცრად სანახაობრივი უნდა იყოს. ბერნსი მადალენა, პიოტრიანის სონია დონგი, ბლეიცი ალმეიდა, გამროდი RDA, ერთ სიტყვით აუცილებლად სანახავი ტურნირი იყო. ამასობაში ვენომი, რომელიც UFC სპონსორია, შონ ომალისთვის ვარდისფერი შორტი გამოუშვა. მინდა გითხრათ, რომ ესეთი პატივი იშვიათია, ვინაიდან განსხვავებული შორტები მხოლოდ მას და ბრაის მიჩელს აქვთ. რაც შეეხება ჩვენ მებრძოლებს. მერაბ დვალიშვილი გახდა ამ ტურნირის მეინ ივენთის დამსხვრევი. ეს ნიშნავს, თუ რომელიმე ჩიტო ან შონი რაიმე მიზეზით ბრძოლა ჩაიხსნებიან, მერაბი მას შეცვლის. რა თქმა უნდა, არც ერთს არ უსურვებთ ცუდს, თუმცა ეს შეიძლება მერაბისთვის ძალიან მალე ქამრის მომტანი გახდეს. ძირითადად მებრძოლები ატონის დღეს იხსნებიან ჩხუბიდან, წონის ვერჩაბარების ან ექიმის აგზავნის გამო. ატონის ცერემონია კი დღეს გაიმართება და ვნახოთ რა მოხდება. აი კადრები მერაბის სოციალური გვერდიდან. ბუში გაიმართა UFC 299-ისთვის მიძღვნილი პრეს-კონფერენცია, რომელმაც ხმაურიანად ჩაიარა. იყო სასაცილო მომენტებიც, დაძაბულობაც საინტერესო იყო შონ ომალის წამოძახილიც, სადაც მერაბის ცხვირი ბაიდენს შეადარა. მერაბს შეადარა თავი კურტის ბლეიდმაც, რომელიც მძიმე წონაში მეხუთე ადგილს იკავებს და თქვა, რომ ის მძიმე წონას მერაბ დვალიშვილია. უბრალოდ მას მერაბისნაირი კარდიო არ აქვს. მოდი ცოტა ბოქსად შევეხოთ. ცნობილი ამერიკელი იუთუბერი ლოგან პოლი 20 ივლისს ბოქსის რინგზე მაიკ ტაისონს შეხვდება. ლოგან პოლი, ვინც არიცით, იუთუბერობიდან ბოქსში გადავიდა, სადაც რბილად რომ ვთქვათ MMA-ის და ბოქსის ვეტერანებს დაერიგა. ახლა კი ჩხუბს თავად მაიკ ტაისონთან გამართავს. როგორც ჩანს, არც მაიკი არ უკმაყოფილო, ვინაიდან ჯეიკ პოლთან ჩხუბი ავტომატურად რამოდენიმე მილიონის ჰონორარს ნიშნავს. ბოქსით ვეგანოღწოთ. დღეს ერთმანეთს UFC ჩემპიონი მძიმე წონაში ფრენსის ნგანუ კრივის ვარსკვლავს ენტონი ჯოშუას დაუპირისპირდება. გაიმართა ფეის-ოფით. ყველაფერი მზად არის, ის გადაგვრჩენია უყუროთ. მოგესალმებათ, ნგანუ წინა ბრძოლაში ფიურის დაუპირისპირდა და მინდა გითხრათ, სულაც არ გამოიყურებოდა ცუდად. ამ ბრძოლაში კი ნამდვილად გამოჩნდა, მზად არის თუ არა ნგანუ კრივის სამყაროსთვის. ესეც ასე მივიხილეთ აქტუალური სიახლეები. დავალდოთ ბოქს დღეს, ხოლო ზეგ 10 მარტს არ გამოტოვოთ UFC 299. ვიდეოს ბოლოს კი მოგიტოვებთ გამოიწეროთ არხი. ვცნობთ თქვენს გვერდში დგომას, უბრალოდ ძალიან ნელა ვიზრდებით, ამიტომ გააქტიურეთ გამოწერის ხილაკი. მადლობა.